ქორწინების საიდუმლო მიანიშნებს ქრისტეს შეერთებას ეკლესიასთან 6 ნიშნით. პირველი. სიძე იესო ქრისტე სულიერად არის ეკლესიის თავი და ასევე სიძია თავი ახალი რძლისა. მეორე. იესო ქრისტე და წმინდა ეკლესია განუყრელნი არიან და ერთხორცს. აგრეთვე სიძე და რძალიც ერთხორცნი არიან და შეერთებულნი. მესამე. იესო ქრისტეს უყვარს წმინდა ეკლესია და წმინდა ეკლესია სიმდაბლით ემორჩილება ქრისტეს და აგრეთვე სიძესაც უნდა უყვარდეს რძალი და რძალით სიმდაბლით უნდა ემორჩილებოდეს მას. მეოთხე. იესო ქრისტე განუყრელად არის შეერთებული წმინდა ეკლესიასთან და არავის შეუძლია ამ ერთიანობის დაშლა. აგრეთვე სიძე და რძალით შეერთებულნი არიან და არავის ძალუც სიკვდილის გარდა მათი გაყრა. მეხუთე. იესო ქრისტესა და წმინდა ეკლესიას შორის აღმოცენებულია და სუფევს მორწმუნეობა. ასევე სიძეცა და რძალიც უნდა იდგნენ მტკიცედ სარწმუნოებაზე და მათ შორის უნდა სუფევდეს ნაყოფი ქრისტეს მიერი სიყვარულისა. და მეექვსე. იესო ქრისტე და წმინდა ეკლესია სულიწმინდის მადლით არიან შეერთებულნი. ასევე საჭიროა დაქორწინებულთა ერთობა ღვთის სიყვარულით და სიმტკიცე განუყოფელი. ჯვრისწერა ღვთაებრივი საიდუმლოა. ღვთის შესაქმის ნაწილია. ის ქვეყანაზე ყველაზე მჭიდრო და წმინდა კავშირია. ჯვრისწერის დღე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და განვასხვავოთ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი თარიღებისაგან. ამ დღის ნათელი ყოველთვის აღწყინებს სხვა დღეებს. როცა ხელები ერთდება და წარმოითქმება წმინდა აღთქმანი, ანგელოზები ნაზიხმით გალობენ. შემდეგ კი როცა ერთობლივი ცხოვრების გზა იწყება, ფრთებით იფარავენ ბედნიერ წყვილს. ჯვრისწერის შემდეგ პირველი და უმთავრესი საზურნავი ქმრისთვის ცოლია. ცოლისთვის კი ქმარი. მათ ერთმანეთისთვის უნდა იცხოვრონ. სიცოცხლე უნდა დათმონ ერთი მეორისათვის. ქორწინებამდე ადამიანები არასრულყოფილნი არიან. ქორწინება ორი ნახევრის შეერთება ერთ მთლად. ორი არსება ისეთი კავშირით ერთიანდება, რომ ერთ ცხოვრებად იქცევა. თითოეული მეუღლე ცხოვრების ბოლომდე ატარებს წმინდა პასუხისმგებლობას მეორის ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე. პირველი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლოთ და აღასრულოთ, მოთმინებაა. ოჯახური ცხოვრების დასაწყისში გამოჩნდება ხასიათი და ჩვევები, ასევე გემოვნებისა და ტემპერამენტის არასრულყოფილება და თავისებურება, რომელზეც მეორე ნახევარი არც ფიქრობდა. ხანდახან გეჩვენება, რომ ვერასდროს შეეგუებით ერთმანეთს, გექნებათ მუდმივი, დაუსრულებელი კონფლიქტები, მაგრამ მოთმინება და სიყვარული ძლევს ყველაფერს და ორი სიცოცხლე იქცევა ერთ კეთილშობილ, ძლიერ, სრულყოფილ, მდიდარ ერთობად და ცხოვრება სიმშვიდესა და მყუდროებაში გაგრძელდება. ოჯახში აუცილებელ მოვალეობად ითვლება უანგარო სიყვარული. თითოეულმა უნდა დაივიწყოს პირადი მე და თავი მეუღლეს მიუძღვნას. როდესაც გაუგებრობა ხდება, თითოეულმა საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. მოუთმენლობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. უკმეხმა სიტყვამ შეიძლება თვეობით შეაფერხოს სულთა ერთიანობა. ყველაზე ძლიერ სიყვარულსაც სჭირდება ყოველდღიური მზრუნველობა. კიდევ ერთი საიდუმლო ოჯახური ბედნიერებისა არის ერთმანეთის მიმართ ნაზი ყურადღება და სიყვარული. ბედნიერება შედგება ცალკეული ლამაზი წუთებისაგან, ღიმილით, კეთილი გამოხედვით, გულითადი კომპლიმენტებით და უამრავი პატარა, მაგრამ კეთილი ფიქრებითა და წრფელი გრძნობებით მოგვრილი სიხარულისაგან. სიყვარულსაც სჭირდება პური არსობისა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ოჯახური ცხოვრებისა
ესაა ინტერესთა ერთიანობა. ცოლის არც ერთი ყოველდღიური საზრუნავი არ უნდა მოეჩვენოს უმნიშვნელოდ ყველაზე გიგანტური ინტელექტის მქონე ქმარს. თავის მხრივ ყოველი გონიერი და ერთგული ცოლი დაინტერესებული უნდა იყოს ქმრის საქმიანობით. უნდა გაიგოს მისი ახალი პროექტი, გეგმა, დაბრკოლება, დაეჭვება. უნდა იცოდეს მეუღლის რომელი წამოწყება დაგვირგვინდა წარმატებით, რომელი არა. უნდა იყოს ყოველდღიური საქმეების კურსში. ორივემ უნდა გაიაზროს სიხარულიც და მწუხარებაც. უნდა გაიყონ საზრუნავის ტვირთი. თავი აარიდეთ კამათს, ნუ დაიძინებთ გულში დაგროვილი ბოღმით. ოჯახურ ცხოვრებაში ამ პარტავნებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს შეიქციოთ თავი შეურაცხყოფილი ამ პარტავნებით. არ გამოთვალოთ, ვინ უნდა ითხოვოს პატიება. ჭეშმარიტი შეყვარებულები ყოველთვის მზად არიან ერთმანეთს დაუთმონ, მოუბოდიშონ და აპატიონ. ქმარი ცოლს უნდა ენდობოდეს, ესაუბრებოდეს თავის საქმეებზე, გეგმებზე. შესაძლებელია ქალი ყოველთვის ვერ ერკვეოდეს კაცის საქმეებში, მაგრამ მისი ინტუიცია ხშირად უფრო სწრაფად პოულობს გამოსავალს, ვიდრე კაცური ლოგიკა. ცოლი ბედნიერია, როცა ქმარი რჩევას ეკითხება. ეს უფრო აახლოებს მათ. ცოლს შეუძლია არა მარტო გააბედნიეროს ქმარი, არამედ ხასიათით ჩამოუყალიბოს და დახვეწოს. კარგი ცოლი ზეციური კურთხევაა, საუკეთესო საჩუქარია, ანგელოზია და უამრავი სიკეთის სათავე. არ არსებობს იმაზე დიდი გრძნობა, რომელიც მოდის მაშინ, როცა შვილები გვიჭირავს ხელში. მათი უმწეობა ჩვენს გულში ყველაზე კეთილშობილ სიმებს ათრთოლებს. ჩვენთვის მათი უმანკოება გამწმენდი ძალაა. როცა სახლში ახალშობილი ჩნდება, თითქოს ქორწინება ახლდება. ბავშვი მეუღლეებს ყველაზე ძლიერად აკავშირებს ერთმანეთთან. გულში ცოცხლდება მანამდე დადუმებული სიმები. ახალგაზრდა მშობლების წინ ახალი მიზნები, ახალი სურვილები ჩნდება. ცხოვრება ახალ, უფრო ღრმა აზრს იძენს. მათ ხელთა წმინდა ტვირთი, მარადიული სიცოცხლე, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. მე უკვე აღარაა სამყაროს შემეცნების ცენტრი. მათ ახალი მიზანი აქვთ, რისთვისაც უნდა იცხოვრონ. ეს მიზანი ისე დიდია, რომ ავსებს მთელ ცხოვრებას. ბავშვები ღვთის მოციქულები არიან, რომელსაც უფალი გვიგზავნის, რომ ვილაპარაკოთ სიყვარულზე, მშვიდობაზე, სასოებაზე. რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ბავშვები რომ არ ყოფილიყვნენ? ბავშვების თვალებიდან ვღებულობთ ღვთილბოძებულ სილამაზეს. ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რაც მშობლებს შეუძლიათ დაუტოვონ შვილებს, არის ბედნიერი ბავშვობა. ნაზი მოგონებები დედასა და მამაზე. ეს მოგონებები გაანათებენ მომავალ დღეებს. დაიცავენ მათ საცტურებთან ბრძოლაში. შეუძლებელია ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული იყოს იქ, სადაც ეგოიზმია წარმმართველი. სრულყოფილი სიყვარული საკუთარი თავის სრული უარყოფაა. იყავით ერთგულები. კდემით მიიღეთ ეს წმინდა ტვირთი. ყველაზე მტკიცე ის კვანძებია, რომლითაც ადამიანის გული დაკავშირებულია ოჯახთან. ჭეშმარიტ ოჯახში პატარა ბავშვსაც საკუთარი უფლება აქვს. სახლი რაგინ პატარა და უბრალო იყოს, ოჯახი ყველა წევრისთვის დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი ადგილია. სახელით ამისათა და საწმისათა, ამინ ჩვენთან არს მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაკურთხოთ, გაგამრავლოთ, მშვიდობა მოგცეთ, წყალ მოგცეთ, ყველა სიკეთით აგავსო უფალმა. ვერავის მეხა ერთ რამეს გიჩვენთ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რომ ესე იგი
ჩვენ რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ ცხოვრება ისე წავიდეს ხოლმე რომ არ იყოს არანაირი პრობლემა არაფერი ამას ისურვებთ რა თქმა უნდა ყველა მაგრამ ცხოვრებას ახლავს თავისი სირთულეები ღმერთმა დიდი სირთულეები აგაშორეთ მაგრამ ის პატარ-პატარა სირთულეები აუცილებლად შეგვიძლია ანუ რეალურად უნდა შევხედოთ ჩვენ ყველაფერს და ეს პატარ-პატარა სირთულეები აუცილებელია იმისათვის რომ თქვენ უფრო მეტად შეგიყვარდეთ ერთმანეთი ვიდრე დღეს გიყვართ ეს არის ამოცანები ცხოვრებისეული რომელიც ერთად უნდა გადალახოთ და აი ამ ამოცანების გადალახვას თანდათან მოაქვს უდიდესი სიყვარული და ნახეთ ახლა როგორ იქნება რომ შეუდგებით ცხოვრებას და თალმა გაკურთხოთ გაგახაროთ და ღვთისმშობლის ცხოვრება გაგატარებინოთ რომ შეუდგებით ცხოვრებას მიხვდებით რომ აი წინა დღეს უფრო მეორე დღეს უფრო მეტად გიყვართ ერთმანეთს ვიდრე წინა დღეს გიყვარდათ ეს ცხოვრება გასწავლეთ თავარია თქვენ თვალი შემოუშვათ თქვენს ოჯახში თქვენს ცხოვრებაში თქვენს სულში გონებაში და ყველაფერი კარგად იქნება უფლისწყალობით ღმერთმა დაგუწოთ გაგუთხოთ გაგახაროთ ჩვენწყობ ეზონზე და ყველა სიკეთით აგავსოთ მადლობას გიხდით ყველას მოგზაურობისათვის და ჩვენი სიხარულის გაზრდას ღმერთმა დაგუწოთ ყველა და მშვიდობა და წყალობა Христос!